მე ვარ სავა კემულარია, ეს არის ჩემი შვილი ნიკოლოზ კემულარია. ძალიან მაგარი ბიჭია რა. პირველი დასკვა სიტყვა იყო მამა. ეხლა სულ მამა აკერია პირგშია მამა, კი გავაკეთებ მამა, ეხლა გაგიკეთებ. ჩემი მეუღლე სტუდენტია, სამედიცინოზე სწავლობს და დატვირთული გრაფიკი აქვს მასაც. არა მგონი ამან არ განაპირობდა ჩემი დიდად ჩართვა. რადგანაც თვითონ მეც ძალიან დიდი სურვილი მქონდა და მაგ დავასწრებოდი ყოველთვის როცა შვილი მეყოლებოდა და მაქსიმალურად მის ცხოვრებაში ჩართული ყოფილიყავი. როცა მარტო გვიწევს მე და ნიკოლოზ ყოფნა სახლში, ყველაფერი თავდაყირადგება. სხვა შორის ვახერხებ ხოლმე, რომ არ მოვაწყინო თვითონაც სულ რითმში ვყავარ და ისე ცოცხლად და კარგად და მხიარულად გავყავს დრო მოკლედ. შვილის სქეს ესე საერთოდ არ ვფიქრია ამ თემაზე. მით უმეტეს, როცა უცბელად პირველი შვილი, მით უმეტეს არ ვფიქრია ამაზე, იმიტომ რომ რაღაცნაირად ახალგაზრდა მეუღლე მყავს, მეც არ ვფიქრობ გაჩერებაზე და წინ კიდევ ბევრი შვილები ველოდება. ეს ხალხი აი როდესაც ნიკოლოზი პირველად გავიგე რომ საერთოდ მოევლენებოდა ამ ქვეყანას ეს იყო ჩემთვის საოცარი შეგრძნება ვიყავ მეგობრებთან ერთად რაღაცას აღნიშნავდით და სუფრასთან ვისხედით და როდესაც წავიკითხე მესიჯი აი ალბათ 1-3-4 წუთი საერთოდ აზრზე ვერ მიყინაღავს კამილე გადმოვარდი ბედნიერებისგან და კიდე მამადი ჩამოთვალ აი ამ გებრიელია ნიკოლოზი ჩარჩოთ გაიგებებს თვითონ ნიკოლოზის მუსიკალური შესრულების გამოსვლობა ჯერ რთულია იმიტომ რომ ის კეთება გასა მაგრამ რაღაცნაირად ხანდახან თითქოს რაღაცებს თითქოს რაღაცის და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ რაღაცებს თვითონ ვერ უგორი თვითონ როდესაც ცოტა უფრო პატარა იყო მაშინ მე და დედიკო ერთად მღეროდით იავნანას პასპასი საბუთოს კარგად იძინებდა ამ სიმღერას დილით მღეროდა დილაოდი ამას დილისი კარგად მეყვარს კვატამაში თამაში ყველაფერზე ძალიან არა, სხვა მიყეროთ? სხვა ამა? თუ საერთოდ არ მიყეროთ? ეხლა არა, ხო? რა გინდა? ტელევიზორი ჩავრთოთ? ხო? კაი. სამი რამე, რასაც ჩემში ვასწავლედი, ცოტა ესე რანგირებულად ძნელია დავყოთ, მაგრამ ალბათ ყველაზე მთავარი ზუსტად ეს არის ჩემთვის, რომ სიყვარული გქონდეს ღმერთის, თავისიანების, ქვეყნის, ყველას ზოგადად სიყვარულით სავსე ბიჭი იყოს, რა. ამის იქით უკვე სიყვარულს ყველაფერი კარგი მოაქვს. ეს შევიდე, გავიხსენე. მოდი ჩემი ცხოვრება. აი არიტი მაგარი მაგარი 2 3 4 მეწოდებოდა რა ტიროდა ბახში მიყვანისეს მაგრამ თან პატარაა ჯერ ძალიან მაგრამ ვაგაბახში დაყავს და მე უკვე ცოტა რო წამოიზრდება მისთვის რაღაცები უცხო არ იყოს იმედია მე ნელ-ნელა იქაც ხან სიმღერას ასწავლიან რაღაცა გალობას არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში გალობას მე ვასწავლითი იმიტომ რომ გალობა ჩემ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ არის განუყოფელი ნაწილია ჩემი ცხოვრების. კარგად.